ნიუ-იორკში და იშხანში არსებულ ვითარებას ქართველი სპეციალისტები გაეცნობიან. კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვის სააგენტოს და საპატრიარქოს წარმომადგენლების 6-კაციანი ჯგუფი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოდან დღეს დილით გაემგზავრა. დელეგაციის წევრების განცხადებით, მათი თურქეთში გამგზავრების მიზანი იშხანში მიმდინარე სამუშაოების გაცნობა და პროცესის შეფასებაა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები თურქ სპეციალისტებთან. დელეგაციის წევრები იშხანთან ერთად ოშკის მონახულებასაც გეგმავენ. ვიზიტი ორდღიანია. ქართული დელეგაცია საქართველოში ხვალ დაბრუნდება. იშხანში ქართველი სპეციალისტების დაშვებაზე განცხადება გუშინ ევროპარლამენტარებთან შეხვედრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ვიდრე საქართველოში იურიდიული ექსპერტიზის დასკვნა არ გახდება ცნობილი, თურქეთის მხარე იშხნის რეკონსტრუქციას არ დაიწყებს. ჩვენი მიზანია გავეცნოთ დღეს იშხანში მიმდინარე სამუშაოების პროცესს, ნახოთ რა არის გაკეთებული, შევაფასოთ, იქ იქნება შეხვედრა ადგილობრივ სპეციალისტებთან და არგის და ექსპერტებთან, ერთად ვიმსჯელებთ განხორციელების სამუშაოებზე. რა თქმა უნდა, გვექნება ჩვენი შენიშვნებიც, სავარაუდოდ გავუზიარებთ მათ, ჩვენს გამოცდილებებს გავუზიარებთ და იმედია, რომ გვექნება კონკრეტული საუბრებიც თანამშრომლობის გარკვეულ ფორმატებზე. ჩართულობა ქართული მხარის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური თვალსაზრისით. გამოცდილება არათუ მეტი აქვს რესტავრაციას, უბრალოდ ეს არის ისტორიულად ტრადიციული თვისება ქართული კაცის ეკლესიების აღშენებლობა, ასე რომ მათ ჩვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. იქით ამ მხარემ ეს რა თქმა უნდა არ არის.